სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ გადმოგცემს ჩვენ ადამიანის შინაგან ცხოვრებას. გვიჩვენებს თუ რა არის სული ადამიანის და რა ხდება მასში. და აი ლუკა მახარებელი გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეს იგავი უთხრა იმათ, ვისაც სჯერავს, რომ მართლები არიან, სხვას კი ამცირებენ. ტაძარში ერთდროულად შედის ორი ადამიანი, ფარისეველი და მეზვერე, ანუ მებაჟე. ფარისეველი შედის ტაძარში და დგება წინ გამოსაჩენ ადგილას, მისთვის ჩვეულ ადგილას. იგი ეკუთვნის მორწმუნეთა იმ რიცხვს, რომელიც საუკეთესოდ იცავდა საღვთოს ჯულს და იგი ღირსეული ადამიანია, მას ეკუთვნის პატივისცემა და მიჩვეულია აი ამ პატივისცემას მათ შორის ტაძარშიც. შედის ტაძარში მეზვერეც, რომელიც თავისი საქმიანობის გამო არათუ არ უყვარდათ და პატივს არ სცემდნენ, არამედ ზულდათ კიდევაც. იმიტომ რომ ის მუდამ სცოდავდა, შეიძლება ითქვას, რომ იპარავდა, მპარავი იყო, რადგან დიდ გადასახადებს უწესებდა ადამიანებს და ნაწილს თავისთვის იტოვებდა. თქვენ გახსოვთ ალბათ ეს, რომ მეზვერეები ართმევდნენ გადასახადს რომის იმპერიისთვის, რომის სახელმწიფოსთვის, ასევე იუდეისთვის, ისრაელისთვის და ასევე უფლება ჰქონდათ, რომ თავიანთვისაც დაეტოვებინათ ნაწილი. ამიტომ ისინი მალე მდიდრდებოდნენ და ძალიან არ უყვარდათ. აი ეს მეზვერე, მიუხედავად ამისა, დგება ტაძარში უკან მოგრძალებულ ადგილას და ორივე იწყებს ლოცვას. როგორ ლოცულობს ფარისეველი? ის ღმერთს მადლობს იმისთვის, თუ როგორი ღვთისმოსავია, როგორი კეთილია. მადლობ შენ უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორც სხვები არიან. ტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, კვირაში ორჯერ მარხულობ, მეათედსაც წირავ ჩემი შემოსავლიდან, საღვთოს ჯულს ზედმიწევნით ვასრულებ და ასე შემდეგ. შემდეგ მოიხედავს, დაინახავს ამ მეზვერეს და იტყვის: მადლობ შენ უფალო, რომ მე არა ვარ აი როგორც ეს მეზვერე, ისეთი ცოდვილი. წარმოიდგინეთ, ღმერთს მიუთითებს, როგორი ღირსეულია თვითონ და როგორი უღირსი არის ეს მეზვერე. ფარისევლები მართლაც არ იყვნენ მოკლებულნი სრულიად სათნოებებს. განაცუდი აქ წამდეს ღმერთი, განაცუდია საღვთოს ჯულს ასრულებდე. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არ გამოდის გამართლებული თავისი ლოცვის შედეგად ტაძრიდან. და აი ეს მეზვერე, ეს ცოდვილი, რომელიც აცნობიერებდა თავის ცოდვებს, ინანიებდა, კერჩი მჯიხს იცემდა სინანულისგან და მხოლოდ აი ამ მოკლე ლოცვას ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი. აი ეს ადამიანი გამართლებული გამოდის ტაძრიდან. რატომ მოხდა ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი რამე? იმიტომ რომ ჩვენი ადამიანური წარმოდგენები იმაზე თუ რა არის სათნოება, რა არის ღვთისთვის სათნო, უფალმა იესო ქრისტემ შეცვალა, გადააფასა, სხვა სწავლება მოგცა, ვიდრე იყო მანამდე.
რას ნიშნავს სათნოება? თქვენ ალბათ იცით, ეს არის ისეთი თვისებები, სათნოებები, რომლებიც ღვთისთვის მოსაწონია და სასურველია ჩვენში. და აი უფალი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული. ეს ის სიყვარულია, რომელიც არის ჩვენში ღვთის ხატება, მაგრამ ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით, მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით. როცა ადამიანი სწავლობს თავის დამდაბლებას, როდესაც იგი არ ქედმაღლობს, ზემოდან არ უყურებს ადამიანებს ფარისეველივით, არ ამცირებს, არ განიკითხავს, თავის თავზე არ აქვს დიდი წარმოდგენა და არ ფიქრობს, რომ მე არ ვარ ისეთი როგორც სხვები არ, მე უკეთესი ვარ. იმიტომ რომ სადაც არის ასეთი არასწორი განწყობა, იქ არ არის სიყვარული არც ღმერთის და არც ადამიანის. იქ საერთოდ არაფერი არ არის. როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ რანაირი ღვაწლის არ უნდა მქონდეს, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე, მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დაურიგო და ჩემი სხეულიც დასაწვავად მივცე, თუ სიყვარული არ მაქვს, არა ვარ. ესე იგი, ეს ყველაფერი სიყვარულის გარეშე, ძვირფასო ძმებო და დებო, არათუ უსარგებლოა, არამედ მავნებელიც არის. რატომ? იმიტომ რომ კვებავს პატივმოყვარეობას, ამპარტავნებას, ქედმაღლობას, თავმომწონეობას, თავის სიყვარულს, შეყვარებულობას საკუთარ თავში და ზღვის დამცირებას, რაც ქონდა იმ ფარისეველს. და რის გამოც იგი არ გამართლდა თავის ლოცვაში და გამოვიდა ტაძრიდან ასე, როგორც ამბობს უფალი, რომ არ გამართლდა ის. ნაკლებად გამართლდა ვიდრე მეზვერე. მაგრამ მეზვერე გამართლდა. რატომ? იმიტომ რომ იგი ინანიებდა და მას ჰქონდა სიმდაბლე, რომელიც მხოლოდ მოიზიდავს, მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და ვიმეორებ ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი. ამრიგად ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იგავი ჩვენ დღევანდელი ჩვენი გვასწავლის ჩვენ, თუ რა დიდი ბოროტებაა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა და იმის ფიქრი, რომ მე ვარ სხვაზე უკეთესი. და რა დიდი სათნოება და სიკეთე არის სიმდაბლე, რომელიც ჰქონდა მეზვერეს. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ის სიტყვები, რომლებითაც მაცხოვარმა ეს იგავი დაასრულა. რომელმან აღიმაღლოს თავითვისი იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავითვისი იგი ამაღლდეს. ამინ. მერთმა დაგლოცოთ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ილოცებიან ღაჭავები და გაჩავები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გამრავლოთ და გაგაძლიეროთ.